დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. თიროტროპინომა. თიროტროპინომა, ანუ თირეოტროპინომა, არის იშვიათი სიმსივნე, რომელიც ვითარდება ჰიპოფიზის ჭირკვალში. ეს ჭირკვალი მდებარეობს ტვინის ფუძესთან და გამოიმუშავებს სხვადასხვა ჰორმონებს, მათ შორის თირეოტროპინს. იგი არეგულირებს ფარისებრი ჭირკვლის ფუნქციას. თიროტროპინომის დროს სიმსივნე გამოიმუშავებს ჭარბ TSH-ს, რაც იწვევს ფარისებრი ჭირკვლის ჰიპერაქტივობას და ჰიპერთირეოზს. დაავადების მიზეზები. თიროტროპინომის ზუსტი მიზეზები უცნობია. უმეტეს შემთხვევაში ის სპორადულად ვითარდება და არ არის დაკავშირებული მემკვიდრეობით ფაქტორებთან. თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება გარკვეული როლი ითამაშონ სიმსივნის განვითარებაში. გენეტიკური ფაქტორები, იშვიათ შემთხვევებში თიროტროპინომა შეიძლება იყოს დაკავშირებული მრავლობით ენდოკრინულ ნეოპლაზიასთან. ეს არის გენეტიკური სინდრომი, რომელიც ზრდის სიმსივნეების განვითარების რისკს რამდენიმე ენდოკრინულ ჭირკვალში. ჰიპოფიზის ადენომა. თიროტროპინომა ჰიპოფიზის ადენომის ერთ-ერთი სახეობაა. ადენომები არის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც ვითარდება ჰიპოფიზის ჭირკვალში. სხვა ფაქტორები, ზოგჯერ სიმსივნის განვითარებაში შესაძლოა როლი ითამაშოს გარემო ფაქტორებმა ან სხვა დაუდგენელმა მიზეზებმა. დაავადების სიმპტომები. თიროტროპინომის სიმპტომები დაკავშირებულია TSH-ის ჭარბი გამოყოფით გამოწვეულ ჰიპერთირეოზთან და სიმსივნის ზრდასთან. სიმპტომები შეიძლება იყოს ჰიპერთირეოზის ნიშნებია. გულისცემის გახშირება, ტაქიკარდია, არითმია, წონის დაკლება მიუხედავად კარგი მადისა, მომატებული ოფლიანობა, ნერვიულობა და გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, კანკალი, ტრემორი, დაღლილობა და სისუსტე, თმის ცვენა, კანის სიმშრალე და ქავილი, ხშირი დეფეკაცია ან დიარეა. ჰიპოფიზის სიმსივნის სიმპტომები. თავის ტკივილი, მხედველობის პრობლემები, მხედველობის ველის შევიწროება, გაორება. ჰიპოფიზის სხვა ჰორმონების დეფიციტი, თუ სიმსივნე ახდენს ზეწოლას ჭირკვლის სხვა უბნებზე. მენსტრუალური ციკლის დარღვევა ქალებში. სექსუალური ფუნქციის დარღვევა, ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში. მკურნალობის მეთოდები. თიროტროპინომის მკურნალობის ძირითადი მიზანია სიმსივნის მოშორება, ან ზრდის შეჩერება და ჰორმონალური დონის ნორმალიზება. მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია სიმსივნის ზომაზე, მდებარეობაზე და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. ქირურგიული მკურნალობა. ტრანსფენოიდური ოპერაცია, ეს არის თიროტროპინომის მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდი. ოპერაციის დროს ქირურგი სიმსივნეს აშორებს ცხვირის ხრუს გავლით. ეს მეთოდი ნაკლებად ინვაზიურია და იძლევა სიმსივნის მაქსიმალურად მოცილების საშუალებას. კრანიოტომია, იშვიათ შემთხვევებში, როდესაც სიმსივნე დიდია ან რთულად მისადგომია, შეიძლება საჭირო გახდეს თავის ქალის გახსნა. რადიოთერაპია. სტერეოტაქსიური რადიოთერაპია, გამადდანა, კიბერდანა, ეს არის სუსტი რადიაციული თერაპია, რომელიც გამოიყენება სიმსივნის მოსაშორებლად ან ზრდის შესაჩერებლად. რადიაციული სხივები ზუსტად მიმართულია სიმსივნურ უჯრედებზე, რაც ამცირებს ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანების რისკს. ფრაქციული რადიოთერაპია, რადიაციული სხივები გამოიყენება მცირე დოზებით რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. მედიკამენტური მკურნალობა. სომატოსტატინის ანალოგები, ეს პრეპარატები მაგ-კოქტრეოტიდი, ლანრეოტიდი ამცირებენ თიშის გამოყოფას და სიმსივნის ზრდას. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ქირურგიული ჩარევის წინ, რათა შემცირდეს სიმსივნის ზომა, ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ, როდესაც სიმსივნის სრულად მოცილება ვერ ხერხდება. დოფამინის აგონისტები, ეს პრეპარატები, მაგ-პრომოკრიპტინი, კაბერგოლინი, გამოიყენება პროლაქტინის გამომყოფი ჰიპოფიზის სიმსივნეების სამკურნალოდ, მაგრამ შეიძლება ეფექტური იყოს ზოგიერთ თიროტროპინომის შემთხვევაშიც. ფარისებრი ჭირკვლის ჰორმონების ბლოკატორები, ეს პრეპარატები, მაგ-პროპილთიურაცილი, მეთიმაზოლი, ამცირებენ ფარისებრი ჭირკვლის ჰორმონების დონეს და ამსუბუქებენ ჰიპერთირეოზის სიმპტომებს. ისინი გამოიყენება როგორც დამხმარე თერაპია სიმსივნის ძირითადი მკურნალობის პარალელურად. სამკურნალო მედიკამენტების და საშუალებების ჩამონათვალი. აქ მოცემულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თიროტროპინომის სამკურნალოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი აუცილებლად იქნება გამოყენებული თქვენს შემთხვევაში.
მედიკამენტების შერჩევა ხდება ექიმის მიერ, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. სომატოსტატინის ანალოგები. ოქტრეოტიდი, ხელმისაწვდომია ინექციის ფორმით სანდოსტატინი. ლანრეოტიდი, ხელმისაწვდომია ინექციის ფორმით სომატულინი. დოფამინის აგონისტები. ბრომოკრიპტინი, ხელმისაწვდომია ტაბლეტების სახით პარლოდელი. კაბერგოლინი, ხელმისაწვდომია ტაბლეტების სახით დოსტინექსი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბლოკატორები. პროპილთიურაცილი, ხელმისაწვდომია ტაბლეტების სახით. მეთიმაზოლი, ხელმისაწვდომია ტაბლეტების სახით ტაპაზოლი. რჩევები. რეგულარული სამედიცინო კონტროლი, მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტები, რათა შეფასდეს მკურნალობის ეფექტურობა და მოხდეს მდგომარეობის მონიტორინგი. ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჯანსაღი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და სტრესის მართვა ხელს უწყობს ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და მკურნალობის ეფექტურობას. მედიკამენტების მიღება. მიიღეთ ყველა დანიშნული მედიკამენტი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით და არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ინფორმაციის მიღება. გაესაუბრეთ ექიმს და მიიღეთ სრულყოფილი ინფორმაცია თქვენი დაავადების შესახებ. რაც მეტი იცით, მით უფრო ეფექტურად გაუმკლავდებით მკურნალობას. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.